მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ოცნების პროპაგანდისტმა ლიზა გეგეჭკორმა გაავრცელა. ესე უნდა გარბავდეთ ყველგან და ყოველთვის. ვერასდროს ვერ მიაღწევთ იმას, რომ თავისუფლად დადიოდეს თქვენაირი მონა. გასაგებია? იმედია კარგად გაიგეთ. ვიდეოში ისმის სავარაუდოდ ორი ქალის ხმა, რომლებიც ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებენ. აეროპორტის შენობიდან გასვლის შემდეგ კი მეხუთე პრეზიდენტის მისამართით კვერცხებს ისვრიან. ვიდეოში ისმის სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე მამაკაცის ხმა და უცენზურო სიტყვები. გენეტიკაში გაქვთ მოღალატეობა? კარგად დაიმახსოვრეთ მონახარით. ხო რამდენი გადაგიხადეს? არ გადაგიხადეს? ქეში არ მოგაქვთ ხოლმე თუ გერიცხებათ თქვენ? ვის გადახდაზე ლაპარაკობ თქვენ მოღალატე? ვის უხდიან? თქვენ არ გიხდიან? თუ თქვენ უფრო ქეშად იღებთ ხოლმე და არ ითვლებათ? მოღალატე. მონა ხარ მონა და ესე გარბის მონა ზოგადად. აი ეს არის მონის ხვედრი. მომხდართან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა სალომე ზურაბიშვილმა. მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ ორგანიზებული თავდასხმის გამოძიების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა. პატარა კაცების პატარა ბოღმა ასეთია მისი შეფასება აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე. ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ყველაფერის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, იმიტომ აქ ჩვენ ადგილი ქონდა უფრო სწორედ ორგანიზებულ ძალადობას, წინასწარ ორგანიზებულ და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, ოცნების მიერ პირდაპირ გამართლებული ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ თუ არ ცნობენ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არცემენ პატივს. იმ დროს, როცა მიმიღეს როგორც მიმიღეს მიუნხენში თუ მანამდე ამერიკაში თუ პარიზში, ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ ის პატარა ბოღმა, პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა ხდება და რატომ ხდება, რომ ესენი ვერაფერს ვერ გადიან რეალურად და ამას ვუხსნიდი მე უცხოეთში, რასაც ღალატობას ეძახიან, რომ საქართველო ამაზე ბევრად მეტია, საქართველო ამაზე ბევრად დიდია და ესენი ვერ მართავენ საქართველოს. სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ერთადერთი, რასაც აკეთებენ და რაც შეუძლიათ, ეს არის რაღაცა რეპრესიული ზომების ერთი მეორეს მერე მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლება სიტყვარი არ მიყვარს ამათ შემთხვევაში, იმიტომ რომ აღარ არიან ხელისუფლება. ესენი არიან რეჟიმი და რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ქალის მიმართ, ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, კარგი, ნუ მცნობთ, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ასე იქცევი, ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მე არ ვიცი რისი ნიშანი არის. მინდა მე მადლობა მოვახსენო საზოგადოებას იმ გამოთქმულ სოლიდარობისთვის, ასევე ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, რომელიც საიდანაც წამოვიდა, ასევე ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამ დილით უკვე ვიცოდით, ხო იყო გავრცელებული სოციალურ ქსელში, რომ ეხლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ ამას. ესე იგი ყველა მიცოდა, მე თუ ვიცოდი, ყველა მიცოდა და თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ალბათ ეს იმასაც ნიშნავს, რომ უნდა რაღაცა ზომები ყოფილიყო მიღებული. მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმას ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები. ისინი ქართული ოცნების ძალადობრივ ქმედებებს გმობენ და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. საკმარისია, საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულად შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს. ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საზიზღარი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ქართული ოცნების ბანდიტების მიერ. ბიძინა ივანიშვილი ახლა ღიად იყენებს რუსკი მირის მეთოდებს. თბილისსა და კრემლში მისი მარიონეტების მიზნები სრულად ემთხვევა ერთმანეთს და ეს არის საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება. სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ თბილისის აეროპორტში. მეორე თავდასხმა ჩამომცვლელ მგზავრზე 2 დღეში. ეს ადგილი უსაფრთხოა, იქნება შედეგები. საქართველოში პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა თავს ესხმის ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის დაშინების მეთოდები, რომლებსაც რუსეთი არ უარყოფს. სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის სიმამაცეს და ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპისათვის. რა ჯანდაბა ხდება საქართველოში? ივანიშვილის რეჟიმი იზიარებს პასუხისმგებლობას ქუჩაში განხორციელებულ ძალადობასა და სიძულვილზე ღირსეული დემოკრატებისა და თავისუფლებისთვის მამაცი მებრძოლეების წინააღმდეგ. ყველაფერი საუკეთესო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას ეხმიანებიან პოლიტიკურ სპექტრშიც. პოლიტიკური ველურობის კიდევ ახალი და ძალიან სამარცხვინო და ამაზრდენი გამოვლინება საქართველოს პრეზიდენტის დახვედრა, გუშინ გახარიას დახვედრა, პოლიტიკური პროცესის ტალახში ამოსვრა არის ქართული ოცნების მიზანი, იმ ტალახში, სადაც თვითონ ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს და გონია რომ კვერცხების სროლით ეს დისკრედიტაციას ახდენს პოლიტიკური ფიგურების. სამარცხვინო არის და დასაგმობი და გვერდში უდგავართ საქართველოს პრეზიდენტს. ერთი რამ უნდა ითქვას, პირველ რიგში ასეთი ქმედებები არის იმ ადამიანების შეურაცხყოფა, რომლებსაც აკადრებ, რომ ღამის 4 საათზე კვერცხებით უნდა იდგნენ აეროპორტში და აი ეს ბინძურესი დავალება შეასრულონ. საქართველოს ესეთი ქვეყანა არ არის, ქართველები ესეთი ხალხი არა ვართ და ამიტომ ძალიან მალე ეს ყველაფერი დამთავრდება ახალი არჩევნების გზით. საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას. და ეხლა რა უკვე ვერ გავიგე ზურაბიშვილს, არ ვეუბნებოდით რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა. რა გონია ეხლა ნებისმიერ ადამიანს, როცა იქ ზიხარ დაცვასთან ერთად შეყუჟული რო ხარ ადმინისტრაციაში და იცი რომ იქ ვერავინ მოგთხოვს პასუხს, ხო გაგივა ეს დრო. ეხლა რა თქმა უნდა ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება, ეს იქნება. გუშინ გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასაც და გერმანიის ყოფილ ელჩს ელგუჯა ხოკრეშვილს. მეხუთე პრეზიდენტზე დღეს მომხდარი თავდასხმის შემდეგ პარტია საქართველოსთვის ლიდერი სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობას უცხადებს. წარმოიდგინეთ შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს. ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, წერს გახარია სოციალურ ქსელში. აგენტი ხართ და ქვეყნის მოღალატე ხართ. ქვეყნის მოღალატე ხართ, ბატონო გიორგი. უპრინციპო. ესეთები ხართ.